გამარჯობათ მეგობრებო. იცით არ ვჩქარობდი ამ ვიდეო მომართვის ჩაწერას, რადგან არ მინდოდა შობა ახალ წელს იმაზე მეტად შემეწუხებინეთ, ვიდრე სადღესასწაულო განწყობა გექნებოდათ. მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ვერ აცდები, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. დღესასწაული თუ სხვა მოლოდინები. არ მინდოდა შობა ახალ წელს დამძიმებული განწყობით ყოფილიყავით. რადგან და იმიტომ რომ მარტივსა და სასიხარულოს ვერაფერს გეტყოდით. თუმცა თქვენც კარგად ხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში. მაგრამ ჩემი გულითადი მოლოცვა და კეთილი სურვილები და კარგი განწყობა სრულიად გულწრფელია თქვენს მიმართ. ამიტომ შევეცდები ჩემი სათქმელი გითხრათ, ისე რომ შეძლოთ ამ ყველაფრის ატანა და მერე უკვე გააზრებოც. მეგობრებო, იცოდით იმის შესახებ, რომ თურმე ნებაყოფლობითი აზროვნება იშვიათი უნარი ყოფილა. დიახ, ნებაყოფლობითი აზროვნება. სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ამისი ნება დიდი ხანია წაართვეს. მაგრამ აბა გაბედე და ამის შესახებ უთხარი მოსახლეობის 60-70%-ს, რომ იმას, რასაც ისინი საკუთარ აზრად წარმოთქვამენ, ან ფიქრობენ, რომ მათი საკუთარი აზრია, 100-დან 90 შემთხვევაში თავს მოხვეული აზრია. და თუ შენ ამას ეტყვი, ალბათ ახალ წლის ღამეს დაგაფშნის თავზე ღვინით სავსე ყანწს. ამიტომაც ვთქვი, რომ ნებაყოფლობითი აზროვნება იშვიათი უნარი ყოფილა. განსაკუთრებით კი ძველ გამოცდილებაზე საფუძვლიანად გააზრებული ახლის შექმნა კიდევ უფრო რთული საქმე ყოფილა, რაც მხოლოდ ნებაყოფლობითი სინთეზური აზროვნების შედეგი შეიძლება იყოს. დიახ, ნებაყოფლობითი აზროვნება სინთეზური აზროვნების შედეგია. ეს კი თანამედროვე სამყაროში იშვიათი უნარია. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება ხშირად სესხულობს უცხო გამოცდილებას, რათა ისევე მოაწყოს საკუთარი სოციუმის ცხოვრება, როგორც სხვა მისაბაძმა საზოგადოებამ ეს მოახერხა. მაგრამ ის, რაც სპილოების ან ჭიანჭველების სოციუმისთვის იქნება შესადარი და მისაღები, სრულიად უცხო და შეუფერებელი აღმოჩნდება მგლებისთვის. ხომ გასაგებია თქვი? ამიტომ ნეირობიოლოგიური კვლევების თანახმად, ყველა ეს ტიპები განსხვავებული თვისებების მატარებელი სოციუმებია. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, ყველა მოაზროვნე არსება თავისთავად იშვიათია. და აქ მთავარი სიტყვა მოაზროვნეა. რადგან თუ შენ დამოუკიდებელი ეთნოსი და მით უმეტეს ჩამოყალიბებული ერი ხარ, საკუთარი აზროვნება და იდეების გენერირება უნდა შეგეძლოს. საკუთარი შექმნის უნარი უნდა გაგაჩნდეს. დიახ, საკუთარი შექმნის უნარი უნდა გაგაჩნდეს საკუთარ ხასიათსა და გამოცდილებაზე დამყნობილი. და გეტყვით, რომ საუკუნეების მანძილზე ასეც იყო. მათ შორის იმ ეპოქებში, როდესაც არც ერთიანი სახელმწიფო გაგვაჩნდა და სრულიად განსხვავებული აზროვნებისა და ეთნოსების პროტექტორატის ქვეშ ვარსებობდით. ანუ შევძელით და ექსტრემალურ სიტუაციაშიც თავი გავიტანეთ და ამავე დროს ჩვენი აზროვნების უნარმა მოგვცას შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა ჩვენი ენა, დამწერლობა, კულტურა და რა თქმა უნდა ეროვნული ტრადიციები. ეს სათქმელად მარტივია შეგვენარჩუნებინა, თორემ ამას უამრავი ჩვენი წინაპარი ჩვენი სისხლისა და ხორცის ადამიანი შეეწირა. მაგრამ ეს იმიტომაც მოხდა, რომ თუნდაც უცხო მმართველობის პირობებში ერის წინამძღოლები პატიოსანი ერისკაცები და ქვეყნის ერთგული ადამიანები იყვნენ. დღეს რა ხდება? დღეს კი ის ხდება, რომ საშუალო და დაბალი დონის პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მათ არ შეუძლიათ აიტანონ მათზე გამოცდილი ან უფრო გამჭრიახი ჭკუის პოლიტიკოსები ან პიროვნებები, რომლებიც მოტივირებულნი არიან რაიმე სასიკეთო აზრი მიაწოდონ ქვეყანას, ან შექმნან ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვანი. ამიტომ მმართველ ძალას შეუძლია
ასეთი პატრიოტები მოუვიდებლად დაამდაბლოს და ამუჩა დაეგდოს ისინი. ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ გაანადგუროს. მე ამაზე უკვე მისაუბრია და აღარ შევჩერდები. ჩვენ არ გვინდა იმისი აღიარება, რომ დღეს რისი მონსტრებიც გავხდით, სრულიად უცხო აზროვნებისა და მენტალობის პოლიტიკის შედეგია. და ამიტომ ჩვენ დაუნებურად მთელი ქართული საზოგადოება ასეთი პოლიტიკოსების მისწრაფებების ნავში აღმოჩნდით. რატომ? იმიტომ რომ რამდენიმე ტვინგაყინული და სულ გაყინული პოლიტიკოსის ნებას დავყევით, რომელმაც სრულიად აგვაცლინა ჩვენი ეროვნული აზროვნებისა და მისწრაფებების საფუძვლებს. და ეს მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. 10 წლების მანძილზე ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ქართული ეროვნული გამოცდილება. ის დავიყვანეთ მხოლოდ ფოლკლორის დონეზე. შეხედეთ დაბიოობა მძვინვარებს ქვეყანაში, ყველა სფეროში, როგორც პოლიტიკურ აზროვნებაში, ისევე ეკონომიკურ ხედვაშიც. აღარ ვსაუბრობ ეგრეთ წოდებულ ხელოვნებაზე, რომელიც ხელოვნების გარდა ყველაფერია. ვერც მედიაზე ვისაუბრებ, რადგან მედია რამდენიმე გამონაკლისის გარდა სულიერებისა და ადამიანობის ფსკერზეა დასული. კარგად იცით, რომ ყველა ადამიანის ტვირში იხარშება აზრები. ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველა ადამიანის თავში, მაგრამ განა ყველა მათგანი შეიძლება იყოს ერთი ფასეულობისა და მნიშვნელობისა? ან განა ყველა მათგანი შეიძლება იყოს გამოყენებული ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ? რა თქმა უნდა, არა. და მე ვფიქრობ, ეს საკამათო არც უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ მართველი გუნდის, დიახ, თქვენი როგორც ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური გუნდის აზროვნება ისევე განსხვავდება ჭეშმარიტი აზროვნებისა და მზრუნველობისგან, როგორც რეალობა და იმიტაცია, რომელიც ისევე შეიძლება შეადარო ერთმანეთს, როგორც ცოცხალი ადამიანი და მანეკენი. დიახ, თქვენს ზრუნვას ქვეყანაზე და ხალხზე იმდენივე საერთო აქვს რეალობასთან, რამდენიც მანეკენს ადამიანთან. მაგრამ ისე დაღალეთ ხალხი, თქვენი იმიტატორობით, რომ ხშირად ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ არეკლილი მინის მიღმა განასხვავონ რეალური და ილუზორული. როდემდე უნდა იცხოვროს ასეთ ვითარებაში სულში ჩაფურთხებულმა ერმა, თანაც სახეზე მოუწმენდელი ფურთხით. რატომ არ უსვამთ საკუთარ თავს ამ კითხვას? სწორედ ამ კუთხით, ამ ემოციით, თუ ამ შეხედულებით, რა შევქმნით ამ 35 წლის მანძილზე? კიდევ რით გავაოცებთ ქვეყანას და სამყაროს? თუმცა მე მესმის, რომ ამ კითხვის დასმა თქვენ გიჭირთ. როგორც იმ კითხვისა, რა ხდება ჩვენს თავს? ალბათ ზოგი ვერ ამჩნევს, რომ ვერაფერ ახალს ან სასიკეთოს ვერ ქმნით. თქვენი ნააზრევი ვერ გენერირებს რაიმე სასიკეთოს ქვეყნისთვის, რადგან თქვენი ნააზრევი თვითგადარჩენის რეჟიმში გაცხოვრებთ. დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანი გახდა. მაგრამ არც თქვენ გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე. როდემდე გაგრძელდება ეს? თუმცა მე გიპასუხებთ. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა. სანამ საზოგადოების ერთ ნაწილს პოლიტიკური ბრწამსისა და მისწრაფებების მიუხედავად ყველაფერი ეპატიება, ხოლო მეორე და მესამე ნაწილს ან საერთოდ ქვედაფენას, როგორც თქვენ მას უწოდებთ, ან ქვედაცაფეხურს, როგორც თქვენ უყურებთ საკუთარ ხალხს, არ ეპატიება არაფერი. თქვენ კი გეპატიებათ ყველაფერი. აქლემის ქურდები გარეთ დაბოგინებენ და გარეთ არიან, ნემსის ქურდები კი ციხეში გყავთ. სადაური სამართალია ეს ამიხსენით. თქვენეული? მეოცნებების სამართალია? ჩვენ ამაში ადრეც დარწმუნებული ვიყავით. მაგრამ ეხლა ეს მთლიანად გამოჩნდა. ეს იყო და რჩება თქვენ მთავარ ფილოსოფიად. ეს იყო მუსოლინის ფილოსოფიაც. ჩვენებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი. ჩვენიანის დანაშაულის შეცდომა,
ოპონენტის გადაცდომა დანაშაულია. ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, როგორ დაამთავრა მუსოლინიმ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა. ვისაც არ გახსოვთ, აგერ წაიკითხეთ ეს ახალი რომანი მარადისობის დაისი. და იმას შევახსენებ, ვინც ფიქრობს, რომ მარადიულია. მარადისობასაც აქვს დაისი. დამერწმუნე თამაში. რატომ არის მის მართველი გუნდის მეხუთბეებისგან რას უტოვებთ ქვეყანას? ან რას უტოვებთ ახალგაზრდობას? და ან რა ოცნებას აძლევთ მათ? თქვენ გეკითხებით ოცნების მესვეურნო. იმ ოცნებას უტოვებთ, რომ ახალგაზრდამ ბილეთის ფული იშოვოს და ქვეყნიდან გაიქცეს? დიახ. სწორედ ეს არის თქვენი 13 წლიანი მმართველობის შედეგი. ეს არის უდიდესი ტრაგედია ქვეყნისთვის, მაგრამ რაღაცა სახეზე ვერ გათხოვთ თქვენ ამ ტრაგედიას. სამაგიეროდ უცხოტომელებს გაუხსენით. ვიზები, უფლება იცხოვრონ საქართველოში და იმაზე მეტის გაკეთება შეძლონ, ვიდრე რომელიმე ქართველს ექნება სურვილი გააკეთოს საკუთარ ქვეყანაში. ანუ თქვენ პირდაპირ უხსნით გზას უცხოტომელებს, იქნებ ზოგიერთისთვის ეს უცხოტომელიც არ არის და მისი შინაური და ახლონათესავია. მაშინ რა უნდა იყოს თუ არა ეს, როდესაც ამ უცხოტომელებს თავზე ასვავ საკუთარ ხალხს, საკუთარ ერს. ამიტომაც მეძლევა უფლება დავსვა კითხვა საკუთარ ერს და საკუთარ ხალხს იქნებ უცხოტომელი ეძახის უცხოტომელს, რომ მას მეტი უფლება მიენიჭოს, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა ადგილობრივი ქართველი გააქციოს ქვეყნიდან. ეს უკვე გავლილი გვაქვს, ეს უკვე ნანახი გვაქვს და იმავეს გზას დაადექით, ასე გაგამწარად რაღაცამ, ასე გაგიმრუდად აზროვნება ბოღმამ, აბა სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ბოღმა, საკუთარი ხალხის მიმართ. და უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ამისთვის მოგეთხოვებათ პასუხი. თანაც ყველა თქვენგანს მოგიწევთ ძალიან მძიმე ფასის გადახდა. მე არ ჩამოგითვლით ყველა დანაშაულს და ვითომ გადაცდომას, რაც თქვენი ხელიდან მიიღეს ქართველებმა. ამიტომ მეოცნებეებო და პროპაგანდისტებო, მე თქვენზე ვეღარ ჩამოვალ ფსონს. უკვე ყველა ლიმიტი ამოწურეთ. მეგობრებო, დრომ და პოლიტიკური კლასის თვითმხილება, რაც ბიოლოგიური პროცესის ნაწილი აღმოჩნდა, გამოავლინა ძირეული განსხვავება სრულფასოვან აზროვნებასა და იმიტაციას შორის. ქვეყნისთვის სრულფასოვან მსახურებასა და ისევ იმიტაციას შორის. ქართველი პატრიოტის სამშობლოსთვის გულანთებულ მსახურებასა და ისევ იმიტაციას შორის. ამ წლების მანძილზე არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ უნდა დავუშვათ ქვეყნის მმართველობაში ან სახელმწიფო სამსახურში ის ადამიანები, რომლებიც წინამორბედებზე უკეთესი არაფრით იყვნენ და არც რაიმე მნიშვნელოვანი აზროვნებით გამოირჩეოდნენ. თუ მთელი მათი мотиваცია ის იყო, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი და ფული მოეხვეჭათ. უკაცრავად, მაგრამ მაშინ ვითი განსხვავდებით? ისევ ვერ ამოვიცანით? ანუ ჩვენ ხალხს აზროვნების უნარი წაერთვა? მაშინ თუ მართლა ასეა, ღირსი ვყოფილვართ და რაღაც ვწუწუნებთ. ჩვენ ხომ საკუთარ ტყავზე გამოცდილებით დავწმუნდით, რომ ერთი ხელისუფლება მეორეზე უარესია და თანაც წინამორბედის ასლია. ანუ ყველა მომდევნო წინაზე უარესი აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ რომ მათ ყველა ქმედებას ერთი მახინჯის სულის ინტერესები თან სდებდა. ყველა დროს და მოუკიდებელ საქართველოში. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მათ ქართულ ხალხს ახალი ილუზია მოახვიეს თავს. თანაც კარგად რომ დავწონოთ, საშუალოზე დაბალი დონის ინტელექტის ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ გაჭირვებული ხალხისა და
დაბალი ვიბრაციის ადამიანების ინტერესებზე თამაშობდნენ, რაც ყველაზე ბინძურად ითვლება პოლიტიკაში. გაიხსენეთ, რას კადრებდა საზოგადოებას 2012 წლის არჩევნების წინ დღეს მმართველი პოლიტიკური გუნდი. ოდესღაც რაფინირებულ ქართულ საზოგადოებას, რომელიც საბჭოეთის ეპოქაში ელიტად ითვლებოდა საბჭოთა ხალხებს შორის. გახსოვთ ხო? თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ. თუ ხელისუფლებაში მომიშვებთ, ფულს მოგცემთო. დიახ, რომ თქვენი მეურნეობა, საქმე და ცხოვრება ააწყოთ. და რა მოხდა მერე? დაიხულა ბეჭალმა ხალხმა, როგორც მოლანასრედინის ბაზარში ამბობია. არიქა ფლავს არიგებენო და გადათელეს ერთმანეთი. არიშურებდნენ არც მუშტებსა და რა თქმა უნდა არც მუჭლუგუნებს. და არც ბილსიტყვაობას. იმ დროიდან რამდენი დარჩნენ ახლა მისი პროპაგანდონები. მოიკლო თუ მოემატა, არ გაინტერესებთ? ახლა ის პოლიტიკოსები, მოხელე ჩინოვნიკები და განსაკუთრებით პროპაგანდისტები სად არიან, რომლების გომელაურმა და ლილუაშვილმა აკურთხეს. მათინების გარეშე ხომ პროპაგანდისტებად ვერავინ დანიშნავდა. საინტერესოა, ახლაც ისევ პირნათლად ემსახურებიან მმართველ პარტიას, თუ იმედები გაუცრუვდათ. ხო და ჯერ არ გაჩენიათ კითხვა. ან წარმოსახვაში თუ მაინც გინახავთ. როგორ დაამთავრებენ ესენი თავის პოლიტიკურ საქმიანობას? მოღვაწეობა არ ითქმის მათ საქმიანობაზე. ალბათ გაგიჩნდათ კიდევ ასეთი კითხვა, მაგრამ მესმის, რომ არ გინდათ ვინმეს გამოუხდეთ რეალურად რაზეც ფიქრობთ. ბრწყინვალე შობა ახალ წელს გილოცავთ. ყველას და განსაკუთრებით საქართველოზე ჭეშმარიტად მზრუნველ ადამიანებს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო. გთხოვთ, იფიქროთ, გაიაზროთ და საკუთარი ხედვა დაგეუფლოთ. თუ რა იყო გუშინ, რა არის დღეს და რა არის მოსალოდნელი მომავალში. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს. არ შეიძლება მათ დააპატირონ მთელი საქართველო. წარმოუდგენელია და მიუღწეველია ეს. გაიხედონ წინ, უფრო წინ გაიხედონ. აფრიკის ქვეყნები ამოდიან აქედან. ესენი ქართველებს უპირებენ უკან. იქით წაიყვანონ. საოცრებაა. სადიყურებია. მუდმივ ტერორში ეყოლებათ ქართველები. კიდევ უფრო გაღარიბებაზე წაიყვანენ? კიდევ იქით გადაღუნავენ იმ მხარეს, სადაც ესენი მიდიან? ეს ხო გასაგებია, რომ ოდესღაც ეს ზაფი გაწყდება. ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა და დემონსტრირებები. როგორც ესე ყოველთვის ხელისუფლებაზე მეანიშნებს, რომ რაღაც არ მოსწონს, რაღაცას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ხალხი ცდილობს რაღაც სხვა გამოხატულებებით ეს დააბალანსოს. ყველაზე კარგად ეს ვიცი მე რა უნდა ბიზნესი. რომელ გარემოში ყავის ბიზნესი ეს მე ძალიან კარგად ვიცი. აი ეს ვიცი ჩვენ ძალიან კარგად და ამას აუცილებლად გავაკეთებ. ჩვენ გვპირდებით რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის თავარი ღირებულება იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველას ხომაგი. ყველა ადამიანის, ვისაც სახელმწიფო დახმარება დასჭირდება. ჩვენ დაუბრუნებთ ჩვენს გაქცეულ და გადაკარგულ თანამოქალაქეებს. რამდენადაც აქ ექნებათ საშუალება მათ უკეთესი ცხოვრების. ქართულ ოცნებას დაგეგვიაქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისთვის შექმნას 1 მილიარდიანი ფონდი. ეს ასე იქნება. მე ამას ვპირდები და აუცილებლად გავაკეთებ. ხალხი გაკუთრებული არ აქვს რეალური შემოსავალი და შესაბამისად გადასახადები ძალიან ძიმედ ვირთად აწევს დღეს მოსახლეობას. ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან. უამრავი მცირე და საშუალო საწარმო გაიხსნება საქართველოში. ყველას ექნება ტექნიკის საშუალება. ყველას ექნება იაფი ფულის საშუალება. ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს იმას, რომ უნდა შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები. ასეთი სამუშაო ადგილების რაოდენობა ათეულობით 1000 იქნება. ბიზნესისათვის დაწესდება შეღავათები. უსაფრთხო გარემო ექნება უცხოელ ინვესტორებს, რაც ხელშეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. ევროპაში რა გეც იცი? 13 თეთრის ტოფასიც არა ევროპაში დენის და საქართველოში დენი ხდება 2 თეთრი მაქსიმუმ 5 თეთრის 8 თეთრის ევი დენი არ უნდა გქონდეს. არ დაკვირდებით იმას ის გაკეთებენ და შემსრულებელ ძალებს. მეორე არასოდეს არ მოგატყუებთ. მესამე ყველა პრობლემას, რაც კონკრეტულ სოფელს, კონკრეტულ ოჯახს, კონკრეტულ პიროვნებას
პრობლემები გექნებათ, ყველაფერი მოგვარებადია. აქ არის თემები, რომლებიც ერთ კვირაში, ორ კვირაში, თვეში, თვენახევარში უნდა მოიხსნას. 3-4 წელიწადი მოვანდობეთ ელიტური ჯიშის კარტოფილის წესი რომ გამოგვიყვანა და გაისისთვის იმდენი გვაქვს რომ მთელ საქართველოს ეყოფა და დაურიგებთ უფასოდ. სოლარიუმის ურეგელებს არ გესწავლებათ. თუ გახსოვთ ურეგში უკვე შენდებოდა სოლარიუმი, როდესაც საქართველო გამოებოდა იმ პროცესებში, ვის გახსოვთ? აბა თუ გახსოვთ სოლარიუმის შენებლობა უკვე მიდიოდა ურეგში. ეს არ არის ახალი. იქედან მახსოვდა, მე ჩემს ეზოშიც მაქვს აშენებული. თუ ავაშენებ და ავაშენებ აუცილებლად სასურველს და ყველა სასურველს უნდა გქონდეს სოლარიუმი. ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს. ცხადი ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე საარსებო მინიმუმია. თქვენ და ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის 10 წელი და 10-დან 20 წლამდე არანაკლები 10 წლისა საშუალება იქნება ფულის და ეს იქნება უმეტესად უფასო და სადაც იქნება პროცენტი იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3% იქნება გადასახადი. ყველაფერი არის გაბერილი ხელოვნურად, საწვავის პასი, გაზის პასი, შუქის პასი. ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწევს, იმიტომ არ არის ეს რეალური პასები, ყველაფერი გაბერილია. ოქტომბრის ბოლოდანვე თქვენ გაგინახევრდებათ მარტო გადასახადი. დენი არ უნდა ღირდე 7-8-ზე მეტი, ღირს 17 ხალხი. ხეიბარი მიიღებს 230 ლარს იმ საარსებო მინიმუმს, რაც არის განსაზღვრული და ეს მეორე, რაც შეეხება იმას, რომ ოჯახში შეიძლება იმის გარდა იყოს სოციალურად დაუცველი, რომელიც სამსახური არ გააჩნია, ის მიიღებს იგივე თანხას, რასაც 230 ლარი ფიქრობ, მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ. ამის სიტყვას მე გაძლევთ. მე გაძლევთ იცოდეთ და არც ერთი ჩვენი დანაპირები არ დაუქვემდებაროთ ეჭვებს და გაცილებით მეცაც გავაკეთებთ. იმაზე მეც გავაკეთებთ, რასაც გვიდებით. ჩვენი ოცნებების ასრულებას გაუმარ! 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 ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს. კარგად მენახეთ.